სახელმწიფო ბიუჯეტიდან მითვისებული მილიონები და 1500-ზე მეტი ბავშვი, რომელიც ქართული ოცნების კორუფციულმა სქემამ საბავშვო ბაღის გარეშე დატოვა. მივე თუ არა გამოძიება ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრამდე ირაკლი ქარსელაძემდე სკანდალური სქემის მიხედვით მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანია შენჯგუფს 18 მილიონზე მეტი ჩაურიცხა, საიდანაც 5 მილიონი ლარი პირდაპირ ორგანიზებული ჯგუფის წევრების ჯიბეებში დაილექა. შედეგად 7 მუნიციპალიტეტში დაპირებული 16 ბაღიდან ნაწილი საერთოდ არ აშენებულა, ნაწილი კი ჩაუბარებელია. სანამ ბავშვები ბაღის გარეშე არიან ბრალდებულები ნაძარცვი ფულით, ძვირადღირებულ ქონებას ნათესავების სახელზე აფორმებდნენ. თაკო მაისურაძე უერთდება ფორმულას ეთერს სქემის დეტალებით და კორუფციის მკვლევრების შეფასებებით. ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების საქმეზე პროკურატურამ 9 აპრილის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. გამოძიების თანახმად შპს შენჯგუფს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან გამოყოფილი ჰქონდა 18 მილიონ ლარზე მეტი, რომ აეშენებინათ 16 ბაღი 7 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, თუმცა პროკურატურის თანახმად შპს შენჯგუფის წარმომადგენლებმა 5 მილიონ ლარამდე მიითვისეს და ამ თანხით შეიძინეს პირადი მოხმარების ნივთების სხვადასხვა კომპანიებიც კი, რომლებსაც აფორმებდნენ შემდეგ სხვადასხვა პირებზე. მუნიციპალური განვითარების ფონდის მაღალჩინოსნებიც არიან ბრალდებულები ამ საქმეში და ასევე ექსპერტებიც, რომლებიც უნდა დაკვირვებოდნენ ბაღების მშენებლობის პროცესს და ამ დროს ისინი პროკურატურის ვერსიის თანახმად წერდნენ ყალბ დოკუმენტებს, რის მიხედვითაც თითქოს მშენებლობა მიმდინარეობდა, თუმცა 16 ბაღიდან 4-ის მშენებლობა საერთოდ არ დაწყებულა და დანარჩენები ჯერ არ არის ექსპლუატაციაში და არ მუშაობს, ესე რომ ვთქვათ, 1500 ბავშვზე მეტი არის ბაღის გარეშე დარჩენილი. პროკურატურის ვერსიის თანახმად 15 ჯერ მოითხოვა ავანსი შპს შენჯგუფმა და ამ თანხით ყიდულობდა სწორედ პირადი მოხმარების ნივთებს და სხვადასხვა კომპანიებს. კორუფციის მკვლევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ იმასაც, რომ ეს არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა და ეს არის შიდაკლანური დაპირისპირება, რადგან შპს შენჯგუფის მფლობელის მამა არის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირი, ასევე კორუფციის მკვლევრები ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი საბოლოოდ ირაკლი ქარსელაძის პასუხისგებაში მიცემამდეც მიდიოდეს და შესაძლოა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი განსაჯელის სკამზე ვიხილოთ. ეს არის ქოცური ელიტური კორუფციის კონკრეტული მაგალითი, სადაც კომპანიას გადაეცა ავანსად მილიონები იმის გამო, რომ ის კომპანია დაკავშირებულია ზარქუასთან, კალაძესთან, ქოც ელიტურ დაჯგუფებასთან და აი ამას ყველაფერს ხელს უწყობდა ხელსაფარები და ღარიბაშვილის კლანი. კონკრეტულად ქარსელაძე, რომელმაც მოიყვანა ტაბიძე და ეხლა ეს ხალხი ყველა წავა ციხეში თუ არ დაადებენ კონკრეტულ ადამიანებს ხელს. მაგალითად ქარსელაძეს, ტაბიძე და ზარქუას კომპანიის წარმომადგენლები, ირაკლი ზარქუას ან მისი ოჯახის წევრებს ან კახი კალაძეს. ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა, რასაც ჩვენ უყურებთ. რეალურად ეს არის იმ კონკრეტული მაგალითი თუ როგორ იწყება იმ ვერტიკალის ჩამოშლა, რომელსაც წლების განმავლობაში აგებდა ბიძინა ივანიშვილი. მუნიციპალური განვითარების ფონდთან მიმართებით მე ვფიქრობ, რომ ბევრი კითხვა უნდა არსებობდეს და მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ეს კითხვები დაისმევა, იმიტომ რომ რამდენიმე კომპლექსური ტიპის საკითხია, შეფერხებასთან დაკავშირებით, დაუსრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, დაუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად კომპანიების ბაზარზე ხელახლა შეყვანასთან დაკავშირებით 9, თუნდაც 20 ადამიანი ამ სქემას რო ვერ აწყობდა, მე მგონი ეს ბავშვისთვისაც შეიძლება იყოს ცხადი. ეს იმას ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ასეთი ტიპის მოქმედებას ჰქონდა მწვანე ანთებული. ამ ეტაპზე დაკავებულია 4 პირი ამ საქმესთან დაკავშირებით. უახლოეს საათებში სავარაუდოდ ჩაინიშნება სასამართლო, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს მოსამართლე და საინტერესოა დატოვებს თუ არა პატიმრობაში დაკავებულებს და გაიზრდება თუ არა დაკავებულთა წრე საქმესთან დაკავშირებით.